მამა გაბრიელს თავის კოშკში ჰქონდა კუბოს, ინახავდა კუბოს. ჩვენ ფიქრობდით, რომ ამ კუბოს თავისთვის ინახავდა. და ძალიან ხშირად ამ კუბოს ბიჭებს გამოატანინებდა გარეთ. ჩაატანინებდა ეკლესიაში. მერე ისევ ამოატანინებდა, მერე ისევ ჩაატანინებდა. მე ვიყავი ფრიად, ძალიან შეწყებული ვიყავ, რომ ეს ამბავი ძალიან მაწყობდა. ხალხი შეშინებული იყო, რომ ბევრი ხალხი დადიოდა მაშინას. დაინახავდნენ ამ კუბოს, ამოდის კიდეზე, მერე ჩაადეს. და ერთხელაც 4 კაცს ჩაქონდა კუბო და აივანზე ვიდექი. და ძალიან ვიყავი აღემდგრებული და დავძახე. ოთარ ნიკოლაიშვილი მიუძღოდა ამ კუბოს წინ და ოთარ როგორ არ აქვს ცხენია თქო, რას აკეთებთ თქო, მამაყლა და მკაცრად დავძახე და ოთარმა ძლივს მოაბრუნა თავი. დედა ქეთევანო, რა ვქნაო, თქვენ დაგიჯეროთო თუ მამა გაბრიელის ლოცვა-კურთხევა შევასრულოთო. ესე და გაგრძელა გზა. ერთხელ ესე დამავალა ტაძარში რომ ვიყავი წინ ძველი დედები ისხდნენ ხოლმე და მიდიოდა ლოცვა და ჩამოიტანეო კუბო, ჩამომატან დედა ქეთევანს უთხარი რა ვქნა მეთქი და როგორც გეუბნებაო და სხვასთან ერთად ჩამოვიტანეთ კუბო. მერე სახურავიც შეგვატანინა იქით გვერდზე ივანე ნათლისმცემლის ეგვტერში. მე ისე მითხრა გამოიტანეო, თან ამაზე ყველაფერზე მე თვითონ მეცინებოდა. რატომღაცა ესეთი მქონდა და ალბათ ის რომ სიკვდილის ხსოვნა გქონოდა და ამაზე დავფიქრებულიყავით ეს ამისნით. და როდესაც საეკლესიო კრება ჩატარდა სვეტიცხოველში, პატრიარქი მობრძანდა შემდეგ კუბოში იწვა მამა გაბრიელი და ისე დავხდა. ვაიმასო, ვინც ამ კუბოთი დამასაფლავებსო და აი ამ დროს კუბოს ინახავდა. იმ დროს ხშირად დადიოდა მასთან მისი ავადმყოფი მოხუცებული დედა. დედამისი, რომელიც მთელი ცხოვრება ეწინააღმდეგებოდა მამა გაბრიელის ბერობას და არ უნდოდა შვილი რომ გზაზე ყოფილიყო, როგორც კი გარდაიცვალა მამა გაბრიელი, მე თქვა რომ მე მინდა ვიყო როგორც ჩემი შვილი იყო. და შემდეგ აღკვეცეს მონაზვნად. ეს მამა გაბრიელის დიდი სურვილიც იყო როგორც ვიცი და აღკვეცეს კიდევაც ის. მამასაბა მთავარანგელოზების ტაძარში წმინდა ანას სახელი